მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მეგიჩვენებთ თუ როგორ გამოვიტანოთ თანხა Binance-დან P2P-ის საშუალებით. რაც super მარტივია, უბრალოდ ბევრმა ადამიანმა არ იცის და ბევრჯერ მესმის კითხვა თუ როგორ გამოვიტანოთ Binance-დან. დამიწუნეთ ძალიან მარტივია. პირველ რიგში თანხა გაქვთ, არ ვიცი მე, რომელიღაც ანგარიშზე მექნება და არა founding-ზე ზუსტად ვიცი. პირველ რიგში გადავალთ აქ, შემდგომში founding-ზე და გადმოვიდათ სადაც არ უნდა გქონდეს თანხა founding-ის ანგარიშზე. Transfers მივცემთ და ნახოთ სად რა მაქვს. ანუ რა ანგარიშზეც არ უნდა გქონდეთ, თუ გინდათ რომ P2P-ზე ივაჭროთ, პირველ რიგში გადმოიტანოთ founding-ზე. სხვა შემთხვევაში ვერ ივაჭრებთ. ანუ P2P-თ. მერე შემდგომში უკვე როცა გვაქვს ამ ანგარიშზე, გადავდივართ trade და P2P ვაჭრობა. ამ შემთხვევაში მე მაქვს USDT, მე ვთითებ რომ USDT-ის გაყიდვა source. აქ დავაწვევით sales და მივთითებთ რა ვალუტაში lars-ში. source გავყიდვა. და აქ უკვე აწერია ქვემოთ ლიმიტები თუ დავაკვირდებით. მე მაწყობს საქართველოს ბანკი, მაგრამ ადამიანს უწერია, ესე იგი ლიმიტი აქვს 200 ლარი და ნუ აი ყველას ესე ლიმიტები აქვს. მე 200 ლარი მაწყობს. მერჩით უბრალოდ რომელი ბანკიც გაწყობთ, იმათ დააკვირდით. აქ აწერია საქართველოს ბანკი და აქედან შეგიძლიათ მივთითოთ რომელი ბანკიც თქვენ გაწყობთ. დავაწვევით გაყიდე USDT. მივთითოთ რაც აგვაქვს, მე ანგარიშზე მაქვს $118 და მეგობრებო, თუ ანგარიში არ აქვს თქვენი დამატებული, მისცემთ ქვემოთ დამატებას და დაამატებთ საქართველოს ბანკის ანგარიში. გადათ უცებ ვიგანახებთ აქ თქვენი სახელგვარი ეწერება. account numbers აქ რო გთხოვთ და ამატებთ IBAN ნომერს, ანუ და აქ კომენტარში მივუთითებთ რამეს რაც გსურთ. შემდგომში უკვე ანგარიში გექნება დამატებული, აქ გამოჩნდება. დააწვევით გაყიდვა USDT-ის. და всё, ორდერი გაკეთებულია. ახლა ველოდებით პასუხს. ანუ თანხა როდის აგვესახება ანგარიშზე. შემდგომში გადავდივართ ჩვენ საქართველოს ბანკის ანგარიშზე და ვნახულობთ. ჩარიცხო მოხდა თუ არა. კი. აი როგორც ხედავთ, თანხა ჩარიცხული არის. რა თანხაც ქონა მითითებული და დავადასტურებთ რომ თანხა მივიღეთ. წარმატებით განხორციელდა ჩვენი ტრანზაქცია. ეს იყო და ეს super მარტივი იყო. ცოტა მაპატიეთ მეგობრებო, ჩემი პირველი ვიდეო ცოტას ნერვიულობდი, მაგრამ ნუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა სავარაუდოდ და თუ რამე კითხვა გექნებათ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და დაგეხმარებით. ასევე ცოტა ხანში ავდებ ვიდეოს თუ როგორ გავაკეთოთ მობილური ვერსიით. მეტესობა ასე ვიყენებთ და ბევრად უფრო მარტივია მობილური ვერსიით, იმიტომ ბანკის აპლიკაციაც მობილურში გვაქვს და ხო არასაჭიროა ეს დამაც კომპიუტერის გამოყენება.